თუ ოჯახში ტრიალებს ძიმე ცოდვა, ისეთი როგორიც არის აბორტი მაგალითად. მაშინ რა თქმა უნდა ასეთ საფუძველზე ვერანაირ ბედნიერებას ვერ ააშენებს ოჯახი და განწირულია ასეთი ოჯახი. იმიტომ რომ როგორც ვიცით ბიბლიიდან ჩვენ მოკლულთა სისხლი ღაღადებს ღვთისადმი შურისძიებისთვის. და პირიქით, სადაც 2 თუ 3 წელიწადში ერთხელ იბადება ბავშვი, ეს ღვთისგან მოვლენილი ანგელოზი, იქ არის ბედნიერება. იმიტომ რომ ის თავისი არსებობით ირგვლივ ყველაფერს ათბობს და ანათებს. და მადლს ფენს. და როგორც ჩვენ ვიცით მრავალშვილიანი ოჯახებისგან, მშობლებისგან, თავიდან უფრო რთულია პირველ 3 შვილამდე სირთულეები მეტია და მერე ბევრად კლებულობს სირთულეები და უფრო ადვილია მრავალშვილიანი ოჯახის აღზრდა და გაძღოლა.